ის მოლოდინები და გადაჭარბებული სენტიმენტები, რომ თითქოს ამ კანონის მიღებას შესაძლებლობა მოჰყოლოდა რაღაც სერიოზული პრობლემები ქვეყანაში არ გამართდა, ჩვენ ეს კანონი გვაქვს, ამუშავდა ახალი მექანიზმი, დღეს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თუ რა გამოიკვეთა ამ 1 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგადად ის, რომ მექანიზმი არსებობს, მუშაობს იმისთვის, რომ ერთის მხრივ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება და ცნობიერება და უფრო მეტი გაკეთდეს თანასწორობის მისაღწევად, ეს რეალობა არის და ასევე კონკრეტული ფაქტების შესწავლის მიმართულებით არის საკმაოდ ბევრი რამ გადადგმული. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გვაქვს მოლოდინი, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო გაუმჯობესდება და მე მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ასევე სტუმრად არის ქალბატონი ეკა ბესელია და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გააგრძელებს იმ დაწყებულ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი კიდევ უფრო უნდა გახდეს ეფექტური და ის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დაიწყო, რომელზეც მუშაობა დაიწყო გასულ წელს, ახალი პარლამენტის პირობებში მივა ბოლომდე. ასევე განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ პარტნიორს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა, განსაკუთრებით აუცილებლად უნდა გამოვყო ევროკავშირი, რომელიც ასევე გვეხმარება ჩვენ მათ შორის ამ მიმართულების კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის. ჩვენ ნახავთ, რომ ზოგადად გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები კვლავ არსებობს და ამ მიმართულებით რეკომენდაციები გვაქვს. თუმცა თუ შევაბჯამებთ ამ 1 წელს და ანგარიში მოიცავს გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე არსებულ მდგომარეობას, ანუ მას შემდეგ რაც ეს მექანიზმი შეიქმნა, რეალურად ჩვენ უკვე მეორე ანგარიშს წარმოგიდგენთ, შესაბამისად ეს არ არის კალენდარული წლის განმავლობაში, გამომდინარე იქიდან, რომ მექანიზმი სწორედ წლის შუა პერიოდში იქნა შემუშავებული. ჩვენ სწორედ ამიტომაც, როგორც წინა ასევე მიმდინარე ანგარიშიც, შეიძლება ითქვას, რომ სხვა ინტერვალით არის მომზადებული, ხასუსა 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავს აღნიშნული ანგარიში. 113 საქმე შევისწავლეთ, შევიმუშავეთ 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ამათგან 41 საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება, 19 საქმე იქნა დაუშვებლად ცნობილი. თუ შევადარებთ წინა წელს, გარკვეულწილად არის მცირეოდენი ზრდა განცხადებების, შემოსული განცხადებების რაოდენობის. ასევე არის ზრდა საკუთარი ინიციატივით დაწყებული საქმეების შესწავლის. რაც შეეხება განცხადებებს, ჩვენ ნახავთ, რომ შემოსული განცხადებების უფრო მეტი ნაწილი მოიცავს აქ საუბარი არის განცხადებებზე, სავარაუდო დისკრიმინაციებს, სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით არის არაერთი განცხადება შემოსული რელიგიის საფუძვლით, ეთნიკური, ეროვნული წარმომავლობის ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაცია, სქესის ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაცია, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ნეტობის ნიშნით, შეზღუდული შეძლებლობის საფუძვლით, ასევე ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებზეც არის შემოსული განცხადებები. მე ხაზს უსვავ შემოსულ განცხადებებზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენს ანგარიში და ჩვენს პრეზენტაციაში, თუმცა ასევე გვექნება დღეს შესაძლებლობა მოკლედ ვისაუბროთ ახალ პროექტზე, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ახლა მინდა ბატონ იანოშ ჰერმანს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში გადავცე სიტყვა. A special report today on the table, but also a special program, and they are really special because the aspect that connects these two is our common objective of combating discrimination, and this is an objective shared between Georgia and the European Union, and of course achieving lasting success in combating discrimination requires effort. We still remember very well the times when the anti-discrimination law was adopted in 2014,
but also we know that we have achieved significant progress since. What I would like to highlight here that the report of the Public Defender's Office sets out the need for further legal changes to make the office and the implementation of the anti-discrimination law even more effective by way of extending the scope of our activities. Legislative changes have been pending. Some of these legislative changes have been pending in Parliament since March last year, and we hope very much that the establishment of the newly elected Parliament after the elections may be a good opportunity for continuing this work. Let me also mention that the report provides a picture about the work of the Public Defender's Office, and in particular the work of the Equality Department. We are very much interested in following further the analysis of the data that is provided, and we are ready to work together with you in monitoring the trends of how the implementation of the law and the recommendations of the PDO the Public Defender's Office will continue. It is obvious that the function of the Public Defender's Office is a central one and has a real potential in our common objective of combating discrimination. Let me say two words about the projects of the new project on combating discrimination. The project has two main objectives. First is to increase the capacities of the Public Defender's Office in combating discrimination, but also providing additional opportunities for the office to exercise outreach. We are very proud to work together with the Public Defender's Office in this field, and we think that today's event is a very good opportunity to mark the start of this EU-funded project with the Public Defender's Office. We think that this project will strengthen further the capacities of the still young Equality Department, which will be responsible for the monitoring of the implementation of the anti-discrimination law also in the future. Obviously, we understand that the implementation of this EU-funded project is quite a challenging task because it must also involve all parts of society. It is necessary if we want to produce step-by-step an evolution into an even more tolerant society where vulnerable and minority groups can feel safe and enjoy equal rights. And wherever there is discrimination, then there are the mechanisms which efficiently are able to rectify the violations. I would like to welcome very much the fact that there is outreach and there are efforts to raise public awareness further, starting with schools, which will be a significant aspect of the new EU-funded project. Let me conclude by saying that the European Union's support to this project is funded under the program called Human Rights for All. This is a 10 million euros, so 26 million lari program, broadly designed to support the implementation of Georgia's National Human Rights Action Plan. And all this is an important element inside our association agreement and association agenda. Let me really conclude by commending the Public Defender's Office and in particular the Equality Department for the work that they have done so far, and we, the delegation of the European Union, we look forward to continued work with the Public Defender's Office, and we hope very much that doing so, European Union support will help to create an even more equal and just society in Georgia. Thank you very much.
ძალიან დიდი მადლობა. სიტყვა მინდა გადავცე ქალბატონ ქეთი შუბაშვილს, სახელმწიფო აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, რომელიც მოკლედ მიმოიხილავს ანგარიშს. მოგესალმებით, დიდი მადლობა თანასწორობის შესახებ ანგარიშით დაინტერესებისთვის, რომელიც მოიცავს პერიოდს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტომდე. ანგარიში არ არის ასახული ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, რომელიც მიმოხილულია წინა საანგარიშო პერიოდის ანგარიშში. ეს ანგარიში უმეტად კონცენტრირებულია საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე. მოკლედ, ანგარიში მოიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ხარვეზებს, ასევე განხილულია სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ მოცემულია სტატისტიკური მონაცემები, მტკიცების ტვირთის გადანაწილება, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებები, ასევე სასამართლოებში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები. ასევე საუბარია თანასწორობის დაცვაზე პასუხისმგებელი სხვა ორგანოების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ასევე მიმოხილულია ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ის ტრენინგები, რომლებიც ჩაუტარდათ სახალხო დამცველის თანამშრომლებს. დავიწყოთ საკანონმდებლო ხარვეზებით, რომელიც დღემდე რჩება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონში. პირობითად ეს ხარვეზები დავყავით პროცესუალური და მატერიალური სახის ხარვეზებად. პროცესუალური სახის ხარვეზები მსგავსი არის მარტო ტექნიკური ხარვეზის გამო ეკრანი გაითიშა, თუმცა იმედია გამოსწორდება. პროცესუალური ხასიათის ხარვეზები ასახული არის ასევე იმ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც სახალხო დამცველმა 2015 წლის თებერვალში წარადგინა პარლამენტში, თუმცა სამწუხაროდ მისი მიღება დღემდე არ მომხდარა. მოკლედ შევეხები ამ ხარვეზებს. ეს არის პირველ რიგში კერძო პირების ვალდებულების არარსებობა, რომ სახალხო დამცველს წარუდგინონ გამოთხოვილი ინფორმაცია დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმის განხილვის შემთხვევაში. ასევე საკანონმდებლო წინადადებით ვითხოვთ, რომ მოხდეს ამგვარი ფორმულირება, რომ იმ შემთხვევაში თუ კერძო თუ საჯარო პირი სახალხო დამცველს არ წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, სახალხო დამცველი იტოვებდეს შესაძლებლობას, რომ ასეთ შემთხვევაში დაადგინოს დისკრიმინაცია და ინფორმაციის წარუდგენლობა მიიჩნიოს როგორც თანამშრომლობაზე უარი. ვფიქრობთ, რომ ეს უფრო წაახალისებს, მოპასუხეს იქნება ეს კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელი, რომ სახალხო დამცველს დროულად წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია. ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ წარმოების შეჩერება ადმინისტრაციული წარმოებისას. ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წარმოება დამთავრდება, სახალხო დამცველი არ წყვეტს საქმის წარმოებას, არამედ აგრძელებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში საქმის წარმოების შეჩერება ემსახურება უბრალოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას. როდის გიხდით შეფერხებისთვის? მადლობა. ასევე საკანონმდებლო წინადადებით მოთხოვნილი გვაქვს, რომ კერძო პირებს საჯარო უწყებების მსგავსად დაეკისროთ ვალდებულება, რომ 20 დღის ვადაში სახალხო დამცველს აცნობონ მიღებულ რეკომენდაციის საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ბოლოს, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ეხება სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაზრდას, როგორც ზოგადად დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში, ასევე კონკრეტულად შრომით დავებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ეხება დისკრიმინაციას, რადგან პირველ შემთხვევაში დღესმოქმედი კანონმდებლობით ვადა მხოლოდ 3 თვე არის, შრომით დავებთან დაკავშირებით კი 1 თვე, იმის მიუხედავად, რომ დისკრიმინაციის უმეტესი ფაქტები სწორედ დასაქმების სფეროს ეხება. ეს ერთი მხრივ უფრო ეფექტურს გახდის სახალხო დამცველის მუშაობას, რომ საქმის სასამართლოში წაღებამდე გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მეორე მხრივ დაეხმარება დისკრიმინაციის მსხვერპლს, რომ უზრუნველყოს შესაბამისი არგუმენტირებული სარჩელის მომზადება. რაც შეეხება მატერიალური ხასიათის ხარვეზებს,
ეს ხარვეზები ეხება ერთი მხრივ დისკრიმინაციის გარკვეული ფორმების საერთოდ არ არსებობას კანონში და მეორე მხრივ არსებობს დისკრიმინაციის გარკვეული ცნებები, თუმცა ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული და მათი ეფექტურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო დეტალურად გაიწეროს ისინი. კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრვის შესახებ კანონი გრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას, მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის ისეთი ფორმები, როგორიც არის მაგალითად უარი გონივრუმისა დაგებაზე, შევიწროება, სეგრეგაცია, ერთმნიშვნელოვნად გაიწეროს კანონში, ვინაიდან დისკრიმინაციის შემადგენლობა რომელიც მოცემული არის კანონით, ანუ პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის ცნებები, ის ტესტი, რომელიც გამოიყენება ამ ფორმის დისკრიმინაციის დასადგენად, განსხვავდება დისკრიმინაციის ამ ფორმების დასადგენად გამოსაყენებელი ტესტებისგან. შესაბამისად, პრაქტიკაში შეუძლებელი ხდება კანონის არსებული ნორმების გავრცელება იმ შემთხვევებზე, რომელიც ეხება ზემოხსენებული ფორმით დისკრიმინაციას. ასევე კანონი გრძალავს ვიქტიმიზაციას, თუმცა ეს არ არის მოცემული ერთმნიშვნელოვნად როგორც დისკრიმინაციის ფორმა, ასევე სასურველია, რომ ეს ცნება უფრო ფართოდ იყოს ინტერპრეტირებული კანონში, კერძოდ გულისხმობდეს არამხოლოდ აკრძალული იყოს არამხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ხდება პირის უარეს მდგომარეობაში ჩაყენება, ვინაიდან მან დისკრიმინაციის საკითხზე ითანამშრომლა რომელიმე უწყებასთან. არამედ ასევე, როდესაც პირი სამართლებრივ დახმარებას გაუწევს სხვა ადამიანს, ან უბრალოდ დაეხმარება მას მიმართოს რომელიმე უწყებას და ამის გამო მოექცევიან მას არახელსაყრელად. ასევე კანონი ითვალისწინებს დისკრიმინაციის ბრძანებას როგორც დისკრიმინაციის ხელშეწყობის ერთ-ერთ ფორმას და სახალხო დამცველი ამ ცნებას აქტიურად იყენებს ზოგადი წინადადების გამოცემისას, თუმცა ბრძანება დისკრიმინაციაზე არ არის დისკრიმინაციის ცალკეულ ფორმად აღიარებული და ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს პირდაპირ ან არაპირდაპირი დისკრიმინაციის ტესტს და შესაბამისად იმ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება ბრძანება გაიცეს დისკრიმინაციაზე, თუმცა მას არ მოყვეს შედეგი, ბრძანების გამცემის პასუხისმგებლობა დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად ვერ დადგება. ასევე კანონი იძლევა მრავალი ნიშნის დისკრიმინაციის ცნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმისათვის, რომ დისკრიმინაციის პოტენციურმა მსხვერპლმა კარგად აღიქვას თუ რას ნიშნავს ეს დისკრიმინაციის ეს ფორმა, მნიშვნელოვანია, რომ უფრო დეტალურად და გასაგებად გაიწეროს, რომ დისკრიმინაციის ეს ფორმა გულისხმობს, რომ როდესაც დისკრიმინაციის ერთი დაცული საფუძველი არ არის დისკრიმინაციის დასადგენად საკმარისი და არსებობს არაერთი მრავალი დაცული საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი, ერთობლიობაში ეს შეიძლება ქმნიდეს დისკრიმინაციის შემადგენლობას. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზები, რა თქმა უნდა, არ არის სამომწურავი და კანონის იმპლემენტაციის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს სხვა დამატებითი პროცესუალური თუ მატერიალური ხასიათის ხარვეზებიც. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მოკლედ მიმოვიხილავ, ხედავთ მიმდინარე საანგარიშო პერიოდის და წინა საანგარიშო პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს, კერძოდ მოცემული საანგარიშო პერიოდში განვიხილეთ სულ 113 საქმე, წინა საანგარიშო პერიოდში იყო 107 საქმე, ჩვენი ინიციატივით 7 საქმის შესწავლა დავიწყეთ, წინა საანგარიშო პერიოდში ასეთი 4 საქმე იყო, საანგარიშო პერიოდში, ანუ აგვისტოს ჩათვლით მიმდინარე საქმე იყო 76, წინა საანგარიშო პერიოდში კი ასეთი 60 საქმე იყო. გამოვეცით 12 რეკომენდაცია, წინა წელს 2 რეკომენდაცია იყო მიღებული. ზოგადი წინადადება წინა წელს იყო 1, წელს კი გვაქვს 2 ზოგადი წინადადება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარვადგინეთ 6 საქმეზე, წინა საანგარიშო პერიოდში კი სულ 2 საქმე იყო ასეთი. წარმოება შეწყდა 41 საქმეზე, დაუშვებლად ცნობილი იქნა 19 საქმე, ასევე შეჩერდა 6 საქმის შესწავლა და სულ გაიგზავნა 491 წერილი.
რაც შეეხება დაცულ საფუძვლებს, რომლის შესახებაც მიმართვიანობა არის ყველაზე ხშირი, ეს წინა წლის მსგავსად არის პოლიტიკური და სხვა შეხედულება, რომელიც წელს 3%-ით გაიზარდა. შემდეგ არის რელიგიის ნიშანი, რომელიც არის 14% და ასევე მეტი არის წინა წელთან შედარებით, ასევე ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობა, რომელიც ასევე 14%-ია და 4%-ით მეტი არის წინა წლის მონაცემთან შედარებით. სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები, როგორც წინა წელს, ასევე მიმდინარე საანგარიშო პერიოდში 10%-ს შეადგენს. სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები 11%-ს მოიცავს, რაც 8%-ს მოიცავს, რაც 3%-ით ნაკლებია წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მომართვიანობა კი 7%-ია, რაც ასევე 3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდგენის ვინაობას, წინა წლის მსგავსად 55% ეხება 55% შემთხვევაში სავარაუდო მოპასუხე არის საჯარო უწყება, 45%-ში კი არის კერძო სამართლის ფიზიკური ან იურიდიული პირი. როგორც წესი, ან უმეტეს შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე განცხადებლები წარმომადგენლის გარეშე მოგმართავენ და ეს 82%-ს შეადგენს, წარმომადგენელი კი განცხადებელთა 18%-ს ყავს და როგორც წესი, თანასწორობის კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ ხოლმე განცხადებლებს აპარატში. რაც შეეხება საკუთარი ინიციატივით დაწყებულ საქმეებს, სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა, რომელიც ეხება თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ თავშესაფრის გადანაწილების წესს, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს კონკრეტულ შენობებში მცხოვრებ ადამიანებს. ასევე საკუთარი ინიციატივით დაიწყო სახალხო დამცველმა შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციაც გამოსცა მაისში უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმების შესახებ, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრ სტუდენტებს არაწევრი სტუდენტებისგან განსხვავებით რიგი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ასევე ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ ვაკანსიის შესახებ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველი განცხადებების შესწავლა, თუმცა აღნიშნულზე მომართვიანობაც მაღალია. ასევე ვსწავლობთ ვაკის საუზზე გამოკრული გენდერული სტერეოტიპების შემცველ განცხადებას, საავადმყოფოში მამების თავმდგომად დაშვების საკითხს, როდესაც ოფიციალური მიღების საათების მიღმა მხოლოდ ქალებს აქვთ აღნიშნული უფლებით სარგებლობის უფლება. ასევე დავიწყეთ რესტორან სტეფანწმინდაში ევროპელი ტურისტების სავარაუდო არჩეშვების ფაქტის შესწავლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღებას ვუთმობთ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის ასევე ვეგან კაფე კივიში მომხდარ ინციდენტს და ვაკურდებით გამოძიებას. რაც შეეხება მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის გამოყენებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის პროცესში და მნიშვნელოვნად განაპირობებს საქმეზე საბოლოო შედეგის დადგომასაც. კერძოდ ვიცით, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში, როგორც სახალხო დამცველის აპარატში, ასევე სასამართლოში განსხვავდება მტკიცების ტვირთის სტანდარტი სხვა სახის დავებისგან. ამ შემთხვევებში სახალხო დამცველი ნაკლებად მკაცრად განმარტავს ამ სტანდარტს და უფრო განცხადების სასიკეთოდ განიმარტება ეს სტანდარტი. კერძოდ, როდესაც აპარატში შემოდის განცხადება, სახალხო დამცველი არ ითხოვს, რომ განცხადებელმა რაიმე მტკიცებულებები წარმოადგინოს. კერძოდ, საკმარისია იმის მითითება, რომ ადამიანი რომელიმე დაცული საფუძვლით დაექვემდებარა რომელიმე უფლებით სარგებლობისას არ ახელსაყრელ მოპყრობას. პრაქტიკაში ხშირად არც იკვეთება ხოლმე ეს ყველაზე მოაღნიშნული ელემენტი და ჩვენ თვითონ ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ რეალურად რომელ დაცულ ნიშანს ეხება საქმე და რომელი უფლების სავარაუდო შეზღუდვა შეიძლება იყოს სახეზე. და ამგვარად სახალხო დამცველს წარმოეშვება დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდი. ამის შემდეგ სახალხო დამცველი მიმართავს მოპასუხეს, რომ
წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია ან მიმართავს კონკრეტული კითხვებით, რომ უპასუხოს, რათა გაგრძელდეს საქმის შესწავლა. ეს დამოკიდებულია კონკრეტული საქმის მახასიათებლებზე. შემდეგ ასევე მხარეების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტაცია ეგზავნება მეორე მხარეს. განცხადებლისთვის მოპასუხის კომუნიკაციის გაგზავნა არ გულისხმობს იმას, რომ განცხადებელზე ხელახლა გადავიდა ტვირთი, ეს უბრალოდ გაცნობის მიზნით ეგზავნება განცხადებელს და იმ მიზნით, რომ თუ კიდევ დარჩა რაიმე ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც სახალხო დამცველისთვის უცნობია ან სურს მას სამართლებრივი არგუმენტაციის წარმოდგენა, ეძლევა შესაძლებლობა, რომ დამატებით წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც აღნიშნე, ასეთი 12 რეკომენდაცია იყო საანგარიშო პერიოდში. 2 რეკომენდაცია ეხება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევა მოხდა რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძალიან ბევრ სფეროში ექვემდებარებიან დისკრიმინაციას. პირველ შემთხვევაში დისკრიმინაცია მდგომარეობდა იმაში, რომ გამქირავებელმა უარი თქვა ბინის გაქირავებაზე, ვინაიდან ოჯახის ერთ-ერთი წევრი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ამ რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ასევე ასოციაციის დისკრიმინაციაზე იმსჯელა, როდესაც კონკრეტულ პირს შეიძლება არ ჰქონდეს რომელიმე ნიშანი, მაგრამ იმიტომ რომ მისი ახლობელი არის რომელიმე ნიშნის მატარებელი, შეიძლება ისიც აღმოჩნდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში. მეორე რეკომენდაცია ეხებოდა ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც დაექვემდებარა დისკრიმინაციას, ვინაიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ გაითვალისწინეს მისი სპეციფიური საჭიროებები, რამაც მისი ღირსების შეალახვა გამოიწვია. სქესის ნიშნით სექსუალურ ორიენტაციას დავუბრუნდები. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია 2 ფაქტი დადგინდა. ერთი შემთხვევა ეხება სისხლის დონორობის აკრძალვას, ბლანკეტურ აკრძალვას მსმ ჯგუფისათვის. მეორე შემთხვევა კი ეხება მიემართება საჯელახსოვრების სამინისტროს, კერძოდ ამ საქმის თანახმად ის პატიმრები, რომლებიც სამკურნალო საჯელახსოვრების დაწესებულების მიერ აღქმულნი იყვნენ, როგორც გბტ თემის წარმომადგენლები, განთავსებულნი იყვნენ ეგრეთ წოდებულ სამეურნეო ნაწილში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობებში, რაც მათ არაადამიანურ მოპყრობას იწვევდა. თუმცა რეკომენდაციის შემდეგ აღსანიშნავია, რომ ეს ციხის ეს ნაწილი სრულიად გარემონტდა და საჯელახსოვრების სამინისტრომ ჩვენს რეკომენდაციასთან თანხვედრაში მოიყვანა საცხოვრებელი პირობები. ასევე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც ინფექციურ საავადმყოფოში თავმდგომად არ დაიშვებოდნენ მამაკაცები, სწორედ ამის გამო დადგინა დისკრიმინაცია და ბავშვთან ოფიციალური ნახვის საათების მიღმა ბავშვთან ყოფნის უფლება მხოლოდ ქალებს ჰქონდათ. მეორე შემთხვევაში სქესის ნიშნის დისკრიმინაცია დადგინდა შპს ელიტ სერვისის წინააღმდეგ, რომელიც მდივნის პოზიციაზე ეძებდა სასიამოვნო გარეგნობის უკომპლექსო და უოჯახებელ კონკრეტული ასაკის გოგონას. ასევე 2 რეკომენდაცია გაიცა ორსულობით ნიშნის დისკრიმინაციის თაობაზე. ორივე შემთხვევა ეხება დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების გაუგრძელებლობას, ვინაიდან განცხადებლები იყვნენ ორსულად. ერთ შემთხვევაში შპს მზერამ არ გაიზიარა ჩვენი რეკომენდაცია, მეორე შემთხვევაში კი შპს კრედოს მიერ სრულად აღსრულდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება. მოქალაქეობის ნიშნით ასევე 2 რეკომენდაცია გაიცა. ერთი შემთხვევა ეხება ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებისთვის განკუთვნილი ტარიფის გათანაბრებას საქართველოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არ მქონე პირებს შორის. მეორე შემთხვევა კი საჯელახსოვრების სამინისტროს მიემართება,
კერძოდ ის პატიმრები, რომლებიც არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ვერ სარგებლობდნენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით. ეს რაც განპირობებული იყო იმ ფორმალური არგუმენტით, რომ მათ არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო ნომერი და ასევე ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხე ასახელებდა წამლის უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაშიც სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და დღეს ნებისმიერი მსჯავრდებული და ბრალდებული, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, სარგებლობს ამ პროგრამით. ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაცია ეხებოდა ფაქტს, როდესაც საბავშვო ბაღში პედაგოგის პოზიციაზე მიღება ხდებოდა მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. აქ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასება ხდებოდა არა რაიმე წინასწარდადგენილი კრიტერიუმებით, არამედ სოფლის მაცხოვრებლებისგან ზეპირად მოპოვებული ინფორმაციით და ასევე სახალხო დამცველმა აქ ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა დასაქმების გზით ინდივიდუალური რეალიზაციის შესაძლებლობას და პირის დასაქმებას აკავშირებდა ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან და ასევე ერთი რეკომენდაცია ეხება გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას, რომელზეც ვისაუბრე, რომელიც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის იმ ნორმებს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს რიგი უფლებების სარგებლობისას თვითმმართველობის წევრ სტუდენტებს, არაწევრი სტუდენტებისგან და ამაზეც საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს. რაც შეეხება ზოგად წინადადებას, ერთი ზოგადი წინადადება ეხება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული სტერეოტიპების გავრცელებას, რაც მდგომარეობს ავტობუსის მძღოლის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, ხოლო მეორე ზოგადი წინადადება ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც მერვე კლასის ბიოლოგიის გრიფირებულ წიგნში მითითებული იყო არაზუსტი ინფორმაცია წამალდამოკიდებული შიცის და აივ ინფექციის მატარებელი ადამიანების შესახებ, რაც ამ ადამიანებს წარმოაჩენდა როგორც საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებებს და იწვევდა მათ სეგრეგაციას სოციუმიდან. ასევე სახალხო დამცველი აქტიურად იყენებს თავის ფუნქციას როგორც სასამართლო მეგობარი. საანგარიშო პერიოდში 6 სასამართლოს მეგობარი წარვადგინეთ საერთო სასამართლოებში, მათ შორის ერთი ეხება განსჯადობის საკითხს, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეს, როდესაც ეხება საქმეს, სასამართლოები როგორც წესი ორ ნაწილად ყოფენ, კერძოდ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იმსჯელობს საქმის ადმინისტრაციულ სამართლებრივ ნაწილზე, ხოლო დისკრიმინაციის საკითხი გადაეგზავნება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი სწორედ ამ საქმეების ერთობლივად განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს. რელიგიის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ ერთი სასამართლოს მეგობარი ეხება რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარს, რომელიც არ გაიცემოდა კონკრეტულ რელიგიურ გაერთიანებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას და გამოიყენა კიდეც სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობარში ასახული მსჯელობა. დანარჩენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, კერძოდ რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ერთი სასამართლოს მეგობარი, პროფესიული კავშირის წევრობის ორი სასამართლოს მეგობარი და სქესის ნიშნით საქმის შესახებ ერთი ამიკუსი ეხება წინა სახელშეკრულება და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციას, კერძოდ პროფესიული კავშირის წევრობის შემთხვევაში მოსარჩელეები დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, სქესის და რელიგიის ნიშნით წინა სახელშეკრულება ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტებში დასაქმებაზე უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სწორედ სავარაუდოდ ამ საფუძვლით. ასევე
სახალხო დამცველმა საანგარიშო პერიოდში ყურადღება გაამახვილა იმ უწყებების საქმიანობაზე, რომელსაც სახალხო დამცველთან ერთად ასევე ევალებათ დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის საქმიანობის წარმართვა. ერთ-ერთი ასეთი უწყება, რა თქმა უნდა, არის საქართველოს პროკურატურა. ჩვენ ამ საკითხზე ყურადღების დათმობა ასევე განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მომართვიანობა როგორც საანგარიშო პერიოდში, ასევე მანამდეც და მის შემდეგაც სავარაუდო სიზუღვილით მოტივირებული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე არის საკმაოდ მაღალი. ჩვენ გამოვითხოვთ ყოველ კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციას საგამოძიებო უწყებებიდან, თუმცა სამწუხაროდ ბუნდოვანი რჩება თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოკვეთილი ყოფილიყო შესაძლო სიზუღვილის მოტივი. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს როგორც კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას უშლის ხელს, ვინაიდან თუ არ მოხდება ყველა ნაბიჯის გადადგმა, რომ გამოიკვეთოს ასეთი სავარაუდო მოტივი, იმის მიუხედავად თუ არა საბოლოოდ გამოიკვეთება თუ არა, რა თქმა უნდა. ამის მიუხედავად ეს კონკრეტულ საქმეზე ვერ ვიტყვით, რომ დადგა საბოლოოდ ჭეშმარიტება. ასევე ხელს უშლის მომავალში მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილებას. და სწორედ ამ თემას ეხება ხვალინდელი საჯარო დებატები, რომელიც 5 საათზე სასტუმრო ამბასადორში გაიმართება. ასევე ჩვენ დავინტერესდით საერთო სასამართლოებში დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებით მიმართვიანობის შესახებ. აქ პირველ რიგში წავაწყდით პრობლემას, რომ არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური მონაცემები ზოგიერთი პირველი ინსტანციის სასამართლოში და შესაბამისად ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ პირდაპირ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფდა ყველა გამოთხოვილი სარჩელის და გადაწყვეტილების მოწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩვენთვის ნათელი იყო, რომ არ მოგვეწოდა ყველა ასეთი დოკუმენტი, ვინაიდან ზოგიერთ საქმეზე ჩვენ წარმოვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და ის კონკრეტული საქმე არ მოგვეწოდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია და ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემდეგ ეს საქმე მივიდა სასამართლომდე, თუმცა არც ასეთი სარჩელები არ მოგვეწოდა. ასევე დაბალი არის მიმართვიანობა, ძირითადად ისევ თანასწორობის კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ ამ კუთხით. რაც შეეხება სხვა აქტივობებს, რაც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა, თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა არაერთი ტრენინგი ევროსაბჭოს და პროლოგის მხარდაჭერით, მათ შორის პროლოგის დახმარებით ივლისში ჩამოსული იყო საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც გაანალიზა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, შეიმუშავა ანგარიში და დაინტერესებულ მხარებს უახლოეს მომავალში გავუზიარებთ ამ ანგარიშს. ასევე სახალხო დამცველის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის ინფორმაციის გავრცელება თანასწორობის საკითხებზე. ამისათვის ჩავატარეთ რამდენიმე ტრენინგი, კერძოდ 309 მოსწავლეს ჩაუტარდა ტრენინგი, 25 მასწავლებელს და 42 პროკურორს და გამომძიებელს, ასევე საინფორმაციო შეხვედრა ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან. ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის ბრძოლის პროცესში ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ. სულ ეს იყო მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა და სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე. დიდი მადლობა. სანამ კითხვებზე გადავალთ და ალბათ იქნება შესაბამისი კითხვები. აქ იყო ნახსენები, უკვე რამდენჯერმე ახალი პროექტი, რომლის განხორციელებასაც სახალხო დამცველი იწყებს, პრინციპში უკვე დაიწყო და ამიტომ მინდა ლევან მესხურაძეს პროექტის ხელმძღვანელს ვთხოვოთ წარმოადგინოს პროექტი, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული. და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა უკვე დისკუსიის და კითხვებზე. მადლობა ბატონოვიჩა, მოგესალმებით ყველას. მე მაქვს პატივი და ამასთანავე შესაძლებლობა მოკლე ინფორმაცია წარმოგიდგინოთ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ და ეხება დისკრიმინაციის საკითხებს. თავდაპირველად, რაც მინდა რომ ხაზგასმით აღვნიშნო, არის ის, რომ ეს პროექტი ევროკავშირის დახმარებით არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხოთ
დისკრიმინაციის სფეროში და გავაძლიეროთ სახალხო დამცველის აპარატი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. მთავარი უპირატესობა, რაც ამ პროექტს გააჩნია, არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა დისკრიმინაცია კარგად მოგეხსენებათ, რომ არის ის სფერო, სადაც საქართველოს დგას გამოწვევების წინაშე და შესაბამისად ევროკავშირის პროექტი, რომელიც ამ სფეროში მნიშვნელოვან ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, არის დროული და ამასთანავე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ ყველა მეტად გავაძლიეროთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. გარდა ამისა, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის კომპონენტები, რომლებიც არის წარმოდგენილი ამ პროექტში, არ არის ზოგადად გლობალურად შერჩეული და ეს არ არის სურვილები ჩვენი, როგორი უნდა იყოს ქვეყანაში ვითარება, არამედ ეს წარმოადგენს სახალხო დამცველის კარგად გაანალიზებული ვითარების შედეგად გამოკვეთილ ღონისძიებებს იმ საკითხებში, რა საკითხებშიც ჩვენ წინაშე დგას პრობლემები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ამ პროექტს ახასიათებს, არის არა პრობლემათა ინდივიდუალური და იზოლირებული მოგვარება, არამედ ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება, როგორც ინსტიტუციური მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვის და რა თქმა უნდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მე მოკლედ მოგახსენებთ იმ სტრუქტურის შესახებ, რის მიხედვითაც მე მოგაწვით ინფორმაციას ამ პროექტის შესახებ. ეს პროექტი საკმაოდ მოცულობითია, დეტალურად მე ვერ მოვახერხებ ყველა კომპონენტზე საუბარს, თუმცა თქვენი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შევეცდებით, რომ რა თქმა უნდა გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე. პირველ რიგში მე წარმოგიდგენთ იმ მიზნებს, რომლებიც არის პროექტის წინაშე წარმოდგენილი და იმ შედეგებს, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, რომ როცა პროექტი დასრულდება, გვექნება სახეზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. თუ როგორ ვაპირებთ ამ შედეგების მიმართულებით სვლას, მე წარმოგიდგენთ მესამე ეტაპზე იმ აქტივობების გათვალისწინებით, რომლებიც პროექტის განმავლობაში განხორციელდება. რა თქმა უნდა, უპირველესი მიზანი ამ პროექტისა, როგორც მოგახსენეთ, არის ის, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდეს და სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ეფექტური მექანიზმი კანონით გათვალისწინებული ამ სფეროში, წარმატებით ახორციელებდეს თავის უფლებამოსილებას და კიდევ უფრო გააძლიეროს მით უფრო საკმაოდ ინტენსიური ბრძოლა ამ სფეროში. მთავარი მიზანი ამ პროექტისა და მიზნები არის დისკრიმინაციის სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. მე მინდა გითხრათ, რომ ის პრობლემები, რაც თავიდან აღნიშნე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც ამ პროექტით არის გათვალისწინებული, გამოკვეთილია სახალხო დამცველის ანგარიშების, ასევე მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციების, რასიზმის შეუმწნარებლობის ევროპული კომიტეტის, გაეროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოების, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამ პრობლემათა იდენტიფიცირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ მუშაობდით ამ პროექტის კუთხით, რომ გამოკვეთილი ყოფილიყო შესაბამისი ადეკვატური და საკმარისი ღონისძიებები ჩვენ წინაშე დასახული პროექტის წინაშე დასახული მიზნების განხორციელების მიზნით. ამ პროექტის ხანგრძლივობა 31 თვეს შეადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ხანგრძლივი ღონისძიებები არის გათვალისწინებული საიმპლემენტაციო პერიოდში და ამის შესახებ თქვენ მომდევნო სლაიდებში შეიტყობს. რას ველოდებით ჩვენ ამ პროექტისგან, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია მიზნები, რის მიღწევისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მათ შორის არის სხვადასხვა სამიზნეს ჯგუფი, ცნობიერების ამაღლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ამ პროექტის, ვინაიდან სახალხო დამცველის დეტალურ ანგარიში, რომელიც თქვენ მოისმინეთ და ასევე სხვა ანგარიშებში, თუნდაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ხაზგასმულია არაერთგზის, რომ სხვა
სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ანუ პასიურები, განახორციელონ, მიიღონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლების ზომები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, იმიტომ რომ მათ სხვა შეხედულებები გააჩნიათ რელიგიური რწმენა და ასევე სხვა ნიშანი, რაც არის мотивация ძირითადად ამგვარი პასიურობისა და უმოქმედობისა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი თუ შედეგი, რასაც ჩვენ ველოდებით, არის თანასწორობის დეპარტამენტის გაძლიერება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ქალბატონო მაკეთი ისაუბრა იმაზე, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონით არის მექანიზმი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეს დეპარტამენტი და შესაბამისად ჩვენი ფოკუსი უშუალოდ არის სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტი და გავაძლიერებთ ამ დეპარტამენტს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე თანასწორობის დეპარტამენტის საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში იმისთვის, რომ თავისი სიტყვა თქვას და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციონალური გაძლიერება, დაიცვას სხვადასხვა ჯგუფები. ეს არის ძირითადი მიზნები, რის მიღწევაც არის გათვალისწინებული ამ პროექტზე. ახლა გადავალ მე უკვე მესამე ეტაპზე, როცა გეტყვით თუ როგორ ვაპირებთ თითოეული ამ მიზნის მიღწევას. ყველა რა თქმა უნდა, ღონისძიება არ არის ჩამოთვლილი, მხოლოდ ძირითად მიმართულებებზე გვექნება საუბარი. ცნობიერების ამაღლება, როგორც თქვენ მოგახსენეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა, რაც ხელს უშლის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვადასხვა ორგანოების მხრიდან ეფექტური და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას. ბევრი ღონისძიება ცნობიერების ამაღლების მიზნით არის დაგეგმილი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მასწავლებლების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციელების და ჟურნალისტების ტრენინგი დისკრიმინაციის საკითხებზე, რაც ამ ცნობიერების ამაღლებას უფრო ხელს შეუწყობს და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას ასევე გააძლიერებს. ასევე აპარატის წარმომადგენლების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების გადამზადება, ვიზიტებში ორგანიზება იმისთვის, რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით ლოკალურად, არამედ ეს მანდატი მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, ასევე საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარების მიზნით იქნება თუ სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. რამდენიმე ვიდეორგოლის მომზადება, ასევე კამპანიის ორგანიზება, ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი, მე ომბუდსმენი, საჯარო დებატები და პერიოდული სპეციალური მოხსენებების შემუშავება. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში ცნობიერება შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისა იქნება ამაღლებული და ამით ჩვენ ხელს შეუწყობთ იმას, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური და წარმატებული იქნება. როგორ ვაპირებთ მეორე მიზნის მიღწევას, რაც არის თანასწორობის დეპარტამენტის გაძლიერება. მე ზემოთ ვახსენე, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ არა მხოლოდ ინდივიდუალური იზოლირებულ საქმეებზე ვიმუშაოთ და პრობლემები მოვაგვაროთ, რაც ცხადი არის, ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამ პროექტის არის, რომ იქმნება უფრო ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები და როგორიც არის თანასწორობის დეპარტამენტი და მთლიანად აპარატი, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია იქნება შემუშავებული, რაც უფრო ორგანიზებულს და უფრო ეფექტურს გახდის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ კანონით ნაკისრი მანდატის განხორციელებას. ანტიდისკრიმინაციულ საკითხებში კვალიფიციური ექსპერტის შერჩევა, რომელიც კიდევ უფრო ადამიანურ რესურსს გააძლიერებს თანასწორობის დეპარტამენტში და რომელიც იქნება ასევე დამატებითი საშუალება იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გააკეთოს ამ დეპარტამენტმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისი სხვადასხვა სასწავლო შეხვედრებში, ტურებში, კონფერენციებში, დებატებში, განხილვებში მონაწილეობა, რაც იქნება აუცილებლად აორგანიზებული იმისთვის, რომ ეს დეპარტამენტი თან მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაკავშირებით იყოს საქმის კურსში და შესაბამისად დროული და ადეკვატური
პასუხები გასცეს ამ გამოწვევებს. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საერთაშორისო ექსპერტის მოწვევით არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ თვალსაზრისით. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება ეს არის ერთ-ერთი მიზანი ამ პროექტისა. კერძოდ როგორც წინა პრეზენტაციის დროს იქნა არაერთგზის აღნიშნული სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ სისტემაში მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის კუთხით არსებობდეს მონაცემები, შესაბამისი ინფორმაცია, ეს იმიტომ, რომ უფრო კარგად გამოიკვეთოს ის პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ ამ სფეროში. შესაბამისად, პრეცედენტული სამართლის განზოგადება, მონაცემების დამუშავება, შეხვედრების ორგანიზება მოსამართლეებთან, პროკურორებთან, ადვოკატებთან, კერძო სექტორთან არის ერთ-ერთი ხაზი ამ პროექტისა და ეს ხაზი ხელს შეუწყობს იმას, რომ ანგარიში გამოკვეთილი ხარვეზები, რომელზეც საუბრობდა ქალბატონი ქეთი, იქნება უშუალოდ გადაჭრილი ამ პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში. და ასევე მიზანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტისა არის, როგორც მოგახსენეთ, სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციონალური გაძლიერება, შესაბამისი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, ანალიტიკური ფუნქციების გაძლიერება, თქვენ კარგად მოგეხსენებათ წარმატებული საქმიანობა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს კანონშემოქმედებით პროცესში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, საერთო სასამართლოებში შესაბამისი წარდგინებების მომზადების პროცესში და ეს ხაზი იქნება შენარჩუნებული, გაძლიერებული და ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ამ სფეროებში აჩვენა, ამ პროექტის ფარგლებში იქნება მხარდაჭერილი. ასევე პრევენციის ეროვნული მექანიზმის მხარდაჭერა იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგი გაგრძელდეს და კიდევ უფრო წარმატებული გახდეს ამ მექანიზმის და წარმატებული საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებს თავისი მანდატის ფარგლებში. თემატური და საპარლამენტო ანგარიშების მომზადება ეს ერთ-ერთი ცენტრალური ხაზია, ვინაიდან თქვენ მოხსენებებით ალბათ ხართ მოწმენი იმისა, თუ არა დენ სფეროს ადამიანის უფლება და სფეროს ფარავს ეს ანგარიშები, რომელთაც დეტალური და იმდენად ავტორიტეტული და სიღრმისეული, რომ თუნდაც მაგალითად ევროპული სასამართლო პირდაპირ ეყრდნობა მას როგორც საქმის გადაწყვეტის საფუძველი მთელ რიგ საქმეებში. ეს არის ძირითადი მიმართულებები ამ პროექტისა, რაც ჩვენ წინაშე დგას. მე თავდაპირველად ვახსენე, რომ ეს გამოწვევები არის ამ დისკრიმინაციის სფეროში, რაც მოწმობს სახალხო დამცველის ანგარიში და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოწვევები ამ პროექტის განხორციელების კვალდაკვალ იქნება გადაჭრილი. ეს არის მოკლედ რისი თქმაც მე ამ პროექტის შესახებ მინდოდა მადლობა რა თქმა უნდა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც დგას ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე იმ კუთხით, რომ ხარს უჭერს ამ პროექტების განხორციელებას ფინანსურად და შესაძლებელს ხდის, რომ სხვადასხვა სფეროებში ჩვენ უფრო წარმატებულები და კარგები ვიყოთ. დიდი მადლობა, თუ კითხვები გექნებათ, შევეცდები რომ გიტანხმოთ. დიდი მადლობა. ახლა გვაქვს ჩვენ დრო კითხვებისთვის, კომენტარებისთვის და დისკუსიისთვის. გთხოვთ ხელის აწევით მანიშნოთ თუ ვის სურს და ასევე წარმოადგენთ თავი. მოგესალმებით, გიორგი გოცირიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. თქვენს ანგარიშიც არის საუბარი გარკვეულ პრობლემებზე, კანონმდებლობის კუთხით და როგორც ცნობილია, მოახდინეთ ინიციირება იგივე კერძო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ჩემი შეკითხვა იქნება, რა ეტაპზე ამჟამად მესმის, რომ ახალ არჩევნები, ახალი პარლამენტი, თუმცა აგერ ქალბატონი ეკაბესელიაც აქ იმყოფება. საინტერესო იქნება, რა ბედი ეწევა ამ კანონპროექტს, რომლის ინიციირებაც მოახდინეთ. უпростоრედ რომლის ანუ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც თქვენ მოამზადეთ და შემდგომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოახდინა ამის ინიციირება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება იქნებოდა საინტერესო. დიდი მადლობა. ჩვენ რამდენიმე კითხვას მოაგროვებთ და ერთად უპასუხებთ. მისტერ შკოლიკოვ.
Vladimir Shkolnikov, Office of the UN High Commissioner for Human Rights. Thank you very much, Mr. Public Defender, for this report and for this presentation, and thanks to the Equality Department of your office. I believe this is a very good start. Just for the information of those who are here, the government of Georgia, as you undoubtedly know, accepted a recommendation as a part of the Universal Periodic Review at the UN Human Rights Council, a recommendation that was given by the government of Sweden, which is to give the Public Defender's Office an ability to sanction for the violations of anti-discrimination law. My question, however, is on a part of your report that I found most troubling, which has to do with hate crimes and prosecution of hate crimes, where you point out a number of deficiencies. Could you give us just sort of a very brief view on what you think are the main priorities of the government from your point of view in effectively combating and prosecuting hate crimes? Thank you. გამარჯობათ, ნინო გოგოლაძე, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უთოს უმაღლესი კომისრის ოფისი. ძალიან დიდი მადლობა ამ ღონისძიების გამართვისთვის და საინტერესო პრეზენტაციისთვის. მე ესეთ შეკითხვა მაქვს, თქვენ პრეზენტაციაში ნახსენები იყო, რომ გაიზარდა მიმართვიანობა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებისა. პრინციპში დიდი ზრდა არ არის, თქვა 10-დან 14%-მდე, მაგრამ რამ განაპირობა ეს ზრდა? საინტერესო იქნება ასევე თუ კი გაქვთ ესე ზეპირად გახსოვთ, თქვა რა კონკრეტულად რა кейსები იყო და ამასთან დაკავშირებით რამე რეკომენდაციები თუ იქნა შემუშავებული. მადლობა. მადლობა. თუ არის კითხვა თუ დიახ. გამარჯობა, მაკო ყავთაძე, ტოლერანტობის ცენტრის სახალხო დამცველის ოფისი. დიდი მადლობა პრეზენტაციისთვის. მე მაქვს კითხვა, თუ არის რაიმე ტენდენცია რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, თუ არის ასეთი кейსები სახალხო დამცველის აპარატში და თქვენი მოსაზრება რა არის, იმიტომ რომ ზოგადად ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ტელევიზიით, მედიით უფრო მეტად ჩანს ეს პრობლემა და თუ არის რაიმე რეაგირება ამ კუთხით. მადლობა. მადლობა, მაშინ შევეცდებით უპასუხოთ და შემდეგ კიდევ გვექნება თუ კითხვები იქნება შემდეგი წრე კითხვების, რაღაც საკითხებზე მე ვეცდები დავიწყო, თუმცა მესმის რომ რაც სახელმწიფოს ვერ იქნება ადრესატი ყველა კითხვაზე პასუხის, ალბათ ქალბატონი ეკაც გასცემს პასუხს. გასული წლის ნოემბერში იყო განხილვა პირველი მოსმენით იმ პროექტის შესაბამისად პირველი მოსმენით მიღებული არის და მე ამიტომაც ვახსენე რომ იმედი გვაქვს გაგრძელდება მოსმენები და უკვე ახალი პარლამენტი ერთ-ერთ პირველ საქმეს იმედი მაქვს სწორედ ამ კანონის მიღებით, ამ ცვლილებების მიღებით დაიწყებს. ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა დაველოდოთ არჩევნების საბოლოო შედეგებს და პარლამენტის საბოლოო დაკომპლექტებას, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამ მმართველობით მუშაობას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კეთით უპასუხებს და რეკომენდაციის რეკომენდაციების და საქმეების ნაწილს, რომელიც ეხება რასობრივ დისკრიმინაციას, სავარაუდო ეთნიკურ ნიშნებს დისკრიმინაციის. რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც უკავშირდება მთავრობის პოზიციას და რეაგირებას სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ, ამაზე როგორც ვისაუბრეთ, ანუ რამდენიმე საქმე არის, რომელსაც სწავლობთ, მათ შორის მაკოს კითხვასაც შევეხები, ასევე რამდენიმე საქმე ეხება რასობრივი ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, ან მიმდინარეობდა გამოძიება, მაგრამ შეწყდა და ანუ ეს პრობლემა არის მსგავსი, როგორც წესი, ყველა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში.
ანუ ბუნდოვანი რჩება ჩვენთვის რა გაკეთდა იმისთვის, რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ გამოკვეთილიყო ესეთი სიძულვილის მოტივი. ან დანამდვილებით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ესეთი მოტივი არ არსებობდა. ერთი მხრივ ვფიქრობ, რომ ეს არის თეორიული ცოდნის ნაკლებობა, რის გამოც და კონკრეტული მეთოდოლოგიის არ ქონა, რის გამოც ვერ ხერხდება ესეთი დანაშაულების გამოძიება. ამ მიმართულებით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა მუშაობს, მემორანდუმი არის გაფორმებული EUTOS-თან, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ეტაპობრივად ყველა პროკურორის დატრენინგება. ჩვენც გეგმავთ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ესეთი ტრენინგების ჩატარებას და იმედია, რომ რაღაც დროის განმავლობაში ნელ-ნელა გამოსწორდება ამ მხრივ სიტუაცია. თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ პირველ ეტაპზე, ვიდრე ვთქვათ, სრულად მოვიცავთ ამ საგამოძიებო უწყებებს, სახელმწიფოსგან წამოვიდეს მესიჯი, რომ ასეთი დანაშაულის, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი შესაბამისად დაისჯება და შესაბამისი რეაგირება მოხდება ამ დანაშაულზე, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული და მისი უბრალო გამოძიება არ იქნება საკმარისი. ეს ერთი პრობლემა, რაც შეეხება ეთნიკური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს, კი, ნამდვილად გაიზარდა მომართვიანობა. ძირითადად ესეთი ფაქტები ეხება მომსახურების სფეროს, კერძოდ საბანკო სექტორს, როდესაც სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა საფუძვლით, ძირითადად ეს არის დასახელებული არის უსაფრთხოება, ვერ სარგებლობენ სხვადასხვა საბანკო მომსახურებით და ამის შესახებ მზადდება შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც მალე იქნება მიღებული. ძირითადად აზიის ქვეყნების წარმომადგენლები არიან ეს ადამიანები. ნატო. ეკართო. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მივესალმები ყველა მონაწილეს და ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც და თქვენთვისაც ყველასთვის რამდენადაც საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და კანონი არის შედარებით უფრო ახალი. ძალიან საინტერესოა პრაქტიკაში ამ კანონის გამოყენებას რა ტიპის ხარვეზები მოყვა და რა ცვლილებების აუცილებლობას ვხედავთ. სწორედ ამ ტენდენციებს დავაკვირდეთ, ამიტომ ჩვენც ძალიან ყურადღებით ვეკიდებოდით კომიტეტში სწორედ ამ მიმართულებით რა ინფორმაციას და ანგარიშს წარმოადგენდა როგორც სახალხო დამცველი, ასევე სხვა ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ. პირველ რიგში რაც შეეხება ამ ცვლილებებს კითხვიდან გამომდინარე, რომელიც მოვამზადეთ ჩვენ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე და კომიტეტი გახდათ ავტორი ამ კანონპროექტის, რომელიც ეხება პროცესუალურ საკითხებს, უფრო მეტად გაძლიერება სახალხო დამცველის მექანიზმის და როგორც ვადების განხორციელებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ამ ტიპის განცხადებების თუ საჩივრების შესწავლისა და რეაგირებისთვის, ამავე დროს გავზარდოთ პასუხისგებლობის ხარისხიც, როდესაც სახალხო დამცველი მიმართავს ორგანიზაციებს და მათ შორის კერძო პირების პასუხისგებლობის საკითხი, რომ მეტად გამოგვეკვეთა რეაგირების ვალდებულება არის ასევე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ამ საკანონმდებლო პროექტის მომზადების დროს იყო. ჩვენ პირველ მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები, თუმცა შემდეგ რთული აღმოჩნდა კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხზე, რომ ქონოდა მას მხარდაჭერა შემდეგი განხილვის ეტაპზე და ის არის სწორედ განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ახალ პარლამენტში შესაძლებელი იქნება ჩვენი კოლეგების, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის მობილიზება და ამ ცვლილებების მიღება. ეს ცვლილებები მართლაც არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოვლენის, რეაგირების და პრევენციის თვალსაზრისით, რომ ეს მექანიზმი იყოს უფრო ქმედითი და ეფექტური, ამისთვის სწორედ ამ ცვლილებების მიღებაც იქნებოდა ძალიან საშუალო და საჭირო. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებს
მოკლე პერიოდში მივიღებ და მათ შორის რა თქმა უნდა დისკუსიასაც გავაგრძელებთ, რომელიც სხვა საკითხებს, სხვა პრობლემურ საკითხებს ეხება, მით უფრო იმ სიახლეებს, რომელსაც ახალი დეპარტამენტის ახალი, ესე ვთქვათ, პროექტის შინაარსი შეიცავს და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით თემები, რომელიც მგრძნობიარია, ეს არის რელიგიური საკითხები თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და გვაქვს სპეციალური ფორმატი მოსმენების და ამ ასეთ ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგის იქნება ბუნებრივია ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც დარჩება ჩვენი სამუშაო რეჟიმის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად. მადლობა. დიდი მადლობა. თუ არის კითხვა, კომენტარი, კი ბატონო. უბოდიშით კიდევ ერთხელ გაწყვეტინებთ, უბრალოდ მაკოს ასე ვთქვათ, მის თემა მინდა გავაგრძელო. რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით დაახლოებით 1 წლის წინ ან დაჯგუფება ბერგმანის წევრები იქნენ დაკავებული და ეს საქმე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქმედების კვალიფიკაცია მოხდა 152 მუხლის 152 პრიმა მუხლით. ეს არის რასობრივი დისკრიმინაცია. ხომ არ მიგიდევნებიათ თვალი, ანუ რა განვითარება პოვა ან ინფორმაცია ხომ არ გამოგითხოვეთ ამ პროკურატურიდან, რა განვითარება პოვა ამ საქმემ, ანუ ეს გადაეცა სასამართლოს თუ როგორ დასრულდა ეს კონკრეტული საქმე, ანუ ეს ეხება YouTube-ზე გავრცელებულ კადრებს, როდესაც ბერგმანის წევრები რუსთაველის გამზირზე ესხმიან მიგრანტებს, ძირითადად ესენი არიან ინდოელები და შავკანიანი ადამიანები და მათი დაკავება მოხდა და ხომ არ გამოგითხოვეთ ანუ ინფორმაცია ამ საქმის როგორ დასრულდა ეს საქმე ან ალბათ თუ არის კიდევ კითხვა და რამდენიმე კითხვა მოვაგროვოთ ესე თუ არა მაშინ უპასუხოთ დათული უპასუხოთ მოგესალმებით დათული თოდვა სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის დეპარტამენტის ფარგლებში არა, მაგრამ კოლეგა დეპარტამენტის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით და მივადევნეთ თვალი ამ საქმეზე გამოძიებას. ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში იქნა გამოყენებული ეს რასობრივი დისკრიმინაციის მუხლი და გარკვეული ინფორმაცია პროკურატურიდან გვაქვს ამ საკითხებზე, თუმცა ახლა გადამოწმების შესაძლებლობა ვინაიდან არ მაქვს, შემიძლია რომ მოგვიანებით დავშოთ დაგიკავშირდეთ და მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია რაღაცა შეცდომაში რომ არ შევყანოს საზოგადოება, იმიტომ რომ ახლა ზუსტი შინაარსი ანუ სასამართლო უკვე იყო გამართული თუ არა ამ ეტაპზე საჭიროდ გადამოწმებას ჩვენ ვხდით. ალბათ თუ არის კიდევ კითხვა, დიახ. დიდი მადლობა ანა არგანაშვილი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ანგარიშისთვის. მინდა უბრალოდ მივაქციო ყურადღება ერთ სიტუაციას, როგორც ალბათ დაინახეთ სტატისტიკიდანაც, პრინციპში დისკრიმინაციისგან, ასე ვთქვათ, არ ხდება იმ ბავშვების დაცვა, რომელსაც წარმოადგენს სახელმწიფო, რომელთაც არ ყავთ მზრუნველები და მშობლები. ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციები სრულიად მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ეს ბავშვები წარმოვადგინოთ და თქვენც მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობით ზუსტად ესეთი სიტუაციაა, რომ ამ ბავშვების საქმეები ვერასდროს ვერ მოვა ვერც სახალხო დამცველამდე, ვერც სასამართლომდე. ავიღოთ თუნდაც ბავშვები, რომლებიც არიან ქუჩაში. იქნებ რაღაცნაირად ყველამ ვიფიქროთ, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს აქედან, ვინაიდან როდესაც ამ ბავშვის წარმომადგენელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც უნდა იცავდეს მის უფლებებს და რეალურად ის არ იცავს ამ ბავშვის უფლებებს, შესაბამისად ის არ არის დაინტერესებული, რომ ეს ბავშვები იყვნენ დაცული დისკრიმინაციისგან. აი აქედან საერთოდ რამე გამოსავალზე თუ შეიძლება ფიქრია ეს კითხვა მინდოდა დამისვა ქედისთვის. ბარემ თუ კიდევ არის რამდენიმე კითხვაც მოვაგროვოთ, დიახ. მოგესალმებით, მარი კაპანაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. პირველ რიგში მადლობას გიხდით საინტერესო პრეზენტაციისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით დავსვა კითხვა ბატონს უჩანა ნანუაშვილთან. როგორც იცით, მოხეში მდებარე სადავო შენობასთან დაკავშირებით ისევ წამოიჭრა ამასთან დაკავშირებით პრობლემა, რადგან იქ ცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას სურდა ლოცვის აღსრულება, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიციამ აჭედა
სადაო შენობის შესასვლელი. ამასთან დაკავშირებით როგორც მახსოვს სახალხო დამცველმაც გავრცელა განცხადება, თუმცა მინდოდა დაზუსტებით გამეგო თქვენი დამოკიდებულება მოხესთან დაკავშირებით შექმნილ კომისიის მუშაობას როგორ შეაფასებდით. ამასთან დაკავშირებითაც იყო ინფორმაციები გავრცელებული, თითქოს შექმნილმა კომისიამ დაამყარა მშვიდობა 2 წლის განმავლობაში და მისი მუშაობა იყო ეფექტური. მე მაინტერესებდა სახალხო დამცველის მოსაზრება ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მადლობა. მადლობა. თუ არის კიდევ კარგი თვალში რო პასუხოთ, მე შევეცდები მოხესთან დაკავშირებით კითხვას უპასუხო დანარჩენზე კეთი. რაც შეეხება კომისიას, მამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ პირველივე დღიდანვე, როდესაც აღნიშნული კომისია შეიქმნა, ვითხოვდით მის მუშაობაში ჩართვას დამკვირვებლის სტატუსით და გაუგებარი მიზეზების გამო ამაზე უარი გვეთქვა სახალხო დამცველი, რომელიც ათეულობით უწყებათა შორის კომისიებში, სხვადასხვა საბჭოებში ღებულობს მონაწილეობას უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებში, მათ შორის დამკვირვებლის სტატუსით, სამწუხაროდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გაუგებარი მიზეზების გამო არ მოგვეცა შესაძლებლობა დაკვირვების და ზოგადად ის ფაქტიც, რომ წლები გადის და კონკრეტული შედეგი ამ კომისიის მუშაობის არ დევს, მე ვფიქრობ, რომ ესეც არის საყურადღებო, ზოგადად გამომდინარე პრობლემა კვლავ არსებობს სახეზე, პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ამასთან დაკავშირებითაც განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ, საქართველოს უნდა უზრუნველყოს ცხოვრები მუსულმანების უფლებების დაცვა და მათ საკუთარი უფლებების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეექმნათ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საკითხი კვლავ ღია დგას, მე იმედი მაქვს, რომ კომისიის მუშაობაში ახლა მაინც იქნება მოხდეს ჩვენი ჩართვა, ასევე როგორც უფრო მეტი ინფორმაციის მიღება კონკრეტული გადაწყვეტილებების, რაც კომისიის მუშაობის დროს იქნა მიღებული. ჩვენთვის ასევე უცნობია თუ რაიმე კონკრეტულ შეთანხმებაზე არის საუბარი. რაც შეეხება სხვა საკითხს, კეთის ხო? ანას უპასუხებ. მადლობ ამ საკითხის ხსენებისთვის. ჩვენს დეპარტამენტის და აპარატის შიგნით ხშირად ვამბობთ, რომ ეს ასაკით ნიშნის დისკრიმინაცია, ბავშვების დისკრიმინაცია ის საკითხია, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ არ შევხებივართ და ნამდვილად ვფიქრობთ, რომ თუ კონკრეტულ ფაქტებს ვერ შევეხეთ, ეს პრობლემა უფრო მასშტაბურად შევისწავლოთ და მივმართოთ შესაბამის უწყებებს. თქვენთან თანამშრომლობითაც რა თქმა უნდა მითანამშრომლობთ, როცა დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. ანუ აბსტრაქტული მომართვის შესაძლებლობა ხომ არ გვექნება არასამთავრობოებს. თუ მაგალითად პირობითად ბავშვები, რომლებიც მოთავსებული არიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიის დაწესებულებებში. იგივე სახალხო დამცველის ანგარიშში გარკვეული დისკრიმინაციის ფაქტებია. ვიცით ირღვევა უფლება, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. სახელმწიფო არ რეაგირებს. ხომ არ გვექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე მექანიზმის ფარგლებში მოგმართოთ ამ ბავშვების დისკრიმინაციისგან დაცვის თაობაზე. ჩვენ ვიცით, რომ აბსტრაქტული მიმართვის გარკვეული პრეცედენტები იგივე სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა დაშვებული, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა და არავინ არ დაიცვა მისი უფლება, იქნებ რამეზე გვეფიქრებთ, რომ ბავშვები არიან, რომელთაც მათი კანონიერი წარმომადგენლები არ იცავენ მათ უფლებებს. კი, მესმის, რა თქმა უნდა, რომ თქვა ოფიციალურ წარმომადგენლობას ვერ გაუწევთ თქვენ მათ, თუმცა ასე თქვა ფაქტის შეტყობინების მიზნით ყოველთვის შეგიძლიათ ნებისმიერ შემთხვევაზე მოგმართოთ და აქ რაც ფორმალობის დაცვა საჭირო არ არის, რა თქმა უნდა. თუ შეიძლება მე დავამატებ, მაია გედევანიშვილი ბავშვის უფლებების ცენტრი, სახალხო დამცველის გეთანხმები ანა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე მუშაობთ ჩვენ და ძალიან ხშირად შეთანხმებით თანასწორობის დეპარტამენტთან. დაგროვდა უკვე კრიტიკული მასა იმ შემთხვევების, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა გავაკეთოთ ზოგადად ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ბავშვებს ეხება დისკრიმინაციის, სამწუხაროდ დისკრიმინაციის ყველა ფორმა, ყველა ნიშანი თითქმის. და ამას ჩვენ ხედავთ. გარდა იმისა, რომ ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ ბავშვთა ინსტიტუციებში და ამას ხედავთ ჩვენ თვითონ და ამაზე ვლაპარაკობთ, როგორც ჩანს, უფრო ზოგადი მიდგომაა საჭირო და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გეთანხმებით, ამის დრო უკვე მოვიდა. დიდი მადლობა. თუ არ არის მაშინ რაიმე კითხვა,
ყველას მინდა დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და ალბათ დავასრულებ იმით, რითაც დავიწყეთ. 2 წელი არ არის დიდი დრო. შეიძლება ითქვას კანონის მიღებიდან მთავარი არის რომ გარკვეული მექანიზმი გაჩნდა, რომელიც იყო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობდა ამ მიმართულებით, ცალკეული ფაქტები, სავარაუდო დისკრიმინაციის, ცალკეული ინციდენტები და შესაბამისად არის გარკვეული მექანიზმი. სახელმწიფოს აპარატი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად ეფექტური გახდეს. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ასევე ჩვენი თანამშრომლობა. ყველას რაღაც გარკვეული წილი ვალდებულებები გვაკისრია. არა მხოლოდ სახელმწიფოს, აქ ასევე მნიშვნელოვანი არის სასამართლო ხელისუფლების როლი, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის როლი, ხელისუფლების, რა თქმა უნდა, მთავრობის, პარლამენტის, საპარლამენტო ზედამხედველობა ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ასევე დამატებით გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტის გაკეთების და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად რეალურად ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ იმას, რომ რეალურად მოხდეს რეაგირება ყველა დისკრიმინაციის ფაქტზე და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე განსაკუთრებული პრობლემური სწორედ ის არის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, იმ სტერეოტიპების დამარცხება იქნება მნიშვნელოვანი. რა მიმართულებითაც დაწყებული არის მუშაობა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს.